უნდა ვთქვა, არ შევიძლია ქალებმა ერთმანეთს უნდა მხარი დაუჭიროთ, რაც მონაზონი იყო და ანგელოზი და ასე შემდეგ. ნინო რომ გამოჩნდა, მაშინ მე მონასტერში ისე ვიყავი ძალიან ჩაკეტილი და ისე მომეწონა რომ დავიდახე, ანუ პირველად რომ გერმანიაში სწავლობდაო და კი და ძალიან რაღაც ისეთი მშვენიერია და მე მგონი ყველას მოსწონდა ნინო და მეგობრებო დიდი მადლობა, ძალიან მიხარია. მე იმდენი წლის წინ იყო რომ უკვე აღარც მახსოვს. იმდენი წლის იყო მაშინ. როცა დავბრუნდი? თუ როცა პირველად ასე საჯარო სივრცეში შევაბიჯე. აი როცა დაგინახეთ ჩვენ. მაშინ ვიყავი 25-ის. აი ეს ასე მახსოვდა კი 25-26 მაგ პატარა. ხო, ამ გადმოსახედიდან პატარა, მაშინ დიდი მეგონა თავიდან, ამ გადმოსახედიდან პატარაც და გამოუცდელიც და ქართულ პოლიტიკას გაუცნობელიც და მოკლედ ბევრი დიდი გამოცდილება შევიძინე ამ ბოლო წლების, ბოლო 10 წლების განმავლობაში. მივხვდებით. ხო, თან გამოწვევების ბევრია. კი, გამოწვევები არ გველება. და გამოწვევები მარტო ასე სუბიექტურად კი არა, არამედ ობიექტურად მთელს ქვეყანას და ახლა აი არ ვიცი ალბათ მთელი დღეა მოვწყდი სამუშაო პროცესს, იმიტომ რომ სულ თვალს ვადევნებ საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებებს და მოკლედ ძალიან დაძაბული დღეებია და დაძაბული კვირა მიუნხენის კონფერენციიდან მოყოლებული. მოკლედ ჩართული ვარ როგორ წარიმართება ეს მოლაპარაკებები და თან ვღელავ და თან განვიცდი რომ ჩვენ გავლენა არ აგვაქვს ამ პროცესზე და მე მახსენდება ჩემი თავი მიუნხენის კონფერენციაზე როცა ვიყავი, როცა პუტინის ცნობილი გამოსვლა იყო, რომელიც საკმაოდ გამაფრთხილებელი და ბევრის მთქმელი იყო და ჩვენს გარდა როგორც აღმოჩნდა ბევრმა ყურად არ იყო და ამ რაღაც ორმაგად მტვირთავს ამ გადმოსახედი ამ პერსპექტივიდან ყურება მით უმეტეს რომ ისევ იგივე გამოწვევების წინაშეა პრინციპში ევროპა, მსოფლიო და ჩვენ მით უმეტეს. და იგივე შეცდომები რომ არ განმეორდეს ახლა. იგივე შეცდომები მეორდება, ასე ჩანს. მსოფლიო დონეზე როგორ ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ წარე გამოცდილება გვაქვს იმისი, რომ საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა მოხდა 2008 წელს, როდესაც ვაშინგტონმა მაშინ გადატვირთვის პოლიტიკა წამოიწყო და ეს გადატვირთვის პოლიტიკა წესით უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც საქართველოში დეოკუპაციის საკითხი მოგვარდებოდა, მას შემდეგ, რაც 5 პუნქტიანი გეგმა შესრულდებოდა და მოკლედ რუსეთი რა პირობებსაც არ ღვევდა საქართველოსთან მიმართებით, ამაზე ჩვენს მოკავშირეებს მაშინ თვალი არ უნდა დაეხუჭათ. წინამძღ შემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობდით და საბოლოო ჯამში ასეც გამართლდა, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა იქნებოდა, არამედ ეს ზოგადად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა და პირველ რიგში ამ საფრთხის წინაშე უშუალო სამეზობლო და უკრაინა აღმოჩნდებოდნენ და ასეც მოხდა. და შემდეგ 2014 წელს იგივე შეცდომა განმეორდა და ისევ რუსეთთან რაღაც ტიპის მოლაპარაკებები შედგა, რომელსაც წინაპირობად არ უძღვოდა, რომ ვთქვათ რაღაც სამეზობლოს ინტერესებიც უნდა დაეცვა და ვთქვათ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების თუ ევროპის მოკავშირეების ინტერესები უნდა დაეცვა რეგიონში, ვიდრე მასთან ჩვეულ დიალოგზე გადავიდოდნენ, მაგრამ მაინც გადავიდნენ და ამან იმდენად არ გამოიღო შედეგი, რამდენადაც სამეზობლო არ დაიცვა, არც საქართველოს არც უკრაინა და არც როგორც აგერ აღმოჩნდა მოლდოვა და მაგრამ არც ევროპას დაუფასდა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუფასდა ეს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, რომ ვთქვათ შემხვედრი ან დამყოლი პოლიტიკა ქონოდა ოფიციალურ მოსკოვს და აი მე დიდი იმედი მაქვს, რომ იგივეს მომსწრენი და მოწმენი არ ვიქნებით ახლა აი ამ რთული მოლაპარაკებების შედეგად, სადაც მე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ იმაზე, რომ ევროპაც უფრო ეფექტურად იმოქმედებს და ამერიკის შეერთებულ შტატებიც მალე მიხვდებიან, რომ პუტინთან ასე მარტივად დიალოგის წარმართვა არ ხდება, იმიტომ რომ
ისტორიაც ამას აჩვენებს და დღეს მაგერ ზახაროვას პრესკონფერენცია იყო, სადაც მან ეს დათმობა სასწრაფოდ მიიღო, როგორც ახალი გამოწვევა და კიდევ მეტი პირობა დააყენა ჯერ არ დაწყებულ მოლაპარაკებებში. ამიტომ საკმაოდ კარგად ჩანს ამით ის ხასიათი თუ კონტურები, რომელსაც ამ მოლაპარაკებაში ოფიციალური მოსკოვი გამოავლენს და სიფრთხილე მართებს ყველას, ვინც იმ მაგიდასთან დასხდება და რაც თავარია, წინ დახედულობა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდეს თანაბარი ხმის უფლებით და რაღაც კულუარულ გარიგებებს არ ქონდეს ადგილი. მაგრამ ეს შორს მიმავალი შესავალი იყო, რომელიც უბრალოდ განაპირობა მიმდინარე პროცესებია და ეს ხდებოდა. იცით, ნინო, აი ეს თავიდანვე რატომ გამიჩნდა ეს იდეა, კიდევ გამეორდები, რომ რაკი მე აქციებზე ვერ დავდგავარ ხოლმე, იმიტომ რომ არც ვარ თბილისში და ასე შემდეგ. ჩემი სამოსი ბევრი ფაქტორია. არ შემეძლო გულგრილად თვარი მედევნებინა, რაც ხდება საქართველოში იმ კრიზისისთვის, რას უშვებიან ჩვენს ახალგაზრდებს, იმიტომ რომ აი მართლა აი ულამაზესი თაობა მოგდის და უმშვენიერესი არა როგორც გინდა იყოს ახლა სპეციალისტები ირღვევა ხო და თან ასე უსამართლოდ და ჩვენი საქართველოს მომავალია იმდენად კარგად აცნობიერებენ რა სჭირდებათ მათ და გარდა მაგისა რომ მე არ შემიძლია უყურო ამას გულგრილად როგორც ჩაგრავენ სხვებს როგორც ქრისტიანმა როგორც მონაზონმა კიდევ არის მეორე ძალიან დიდი პრობლემა ჩვენ რუსეთის ორბიტაზე სულაც არ მინდა ჩვენი ეკლესია იმიტომ რომ დღესდღეობით არის რუსული ეკლესია კი ვხედავთ და აი მონაზონი თავისუფლებას ამიტომ აძლევდა და კიდე მესამე ფაქტორია რომ როდესაც ესეთ პოლარიზებულს ხედავ ერს იქ შენ ცდილობ რომ ადამიანებს ამ საერთო ენა გამოანახინო აი რაღაცა ეს ხო სულ ერთი კუთხიდან ხედავა რა ადამიანს და აი რაღაც იმითო და ეს პლატფორმა ყოფილიყო რომ ადამიანები დაინახონ იცით რომ ჩვენ მართლა გული გვტკივა აი ერთმანეთის მიმღეობა შეუძლოთ მოვახერხოთ როგორღაც და მოისმინონ აი ეხლა მე ხო მხარე არა ვარ ამ შემთხვევაში და რამე ინტერესი არ მაქვს ხო უბრალოდ აი იქით ამ მხარე რამდენად წამოვა ამაზე მე არ ვიცი მაგრამ მე მინდა რომ იქნებ როგორღაც მოვახერხოთ რომ მოგვისმინონ რა გვინდა ჩვენ და აი მარტივად რომ აგვიხსნათ ჩვენ რატო ვართ ამ მხარეს აი ამ პოლარიზებულ საზოგადოებაში რომ რატომ არის ჩვენთვის პირადად თქვენთვის და ჩემთვის დასავლეთი მნიშვნელოვანი რატო არ ესმით ჩვენი მათი პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამ შესაძლებლობისთვის და მივესალმები აი ასეთ რაღაც თვით ინიციატივას და საჯარო აქტივობის ამ ფორმას, იმიტომ რომ მგონია რომ ყველამ ის უნდა ვაკეთოთ რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ შეზღუდულ სივრცეში. ჩვენ რიგი მიზეზების გამო თქვენ სამოსი ახსენეთ მე შეიძლება ყველაზე ასაკოვანი არა ვარ, მაგრამ აღარც ის იმ თაობას არ განვეკუთვნები, რომელსაც იქ შეუძლია წყლის ჭავლში საათობით იდგეს და რაღაცები ისროლოს და დაიცვას სხვები და მოკლედ ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს ამ ბრძოლაში, რომელსაც დიდი ბრძოლა ქვია ქართული დემოკრატიისთვის, დიდი ბრძოლა ქვია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ბრძოლა ქვია ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენისთვის არა მხოლოდ საწყის ეტაპზე შეიძლება ჩვენ ვამბობდით რომ ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციისთვის, იმიტომ რომ უმეტესობა საქართველოს მოსახლეობისა განიხილავს სწორედ ევროპულ სივრცეს, ყველაზე უსაფრთხო სივრცეს, ყველაზე დაცულ სივრცეს, როგორც ფიზიკური, სულიერი, ეკონომიკური, სოციალური განვითარებისთვის. ამავდროულად დღეს ისე აღმოჩნდა რომ ჩვენ ახლა არა მხოლოდ ევროპაში ინტეგრაციისთვის ვიბრძვით, არამედ ვიბრძვით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ეს ახალგაზრდები, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენთან ერთად ჩვენზე წინ, ჩვენზე უფრო მედგრად და უფრო თამამად იბრძვიან იმ დიდი საქმისთვის, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრებიც იდგნენ არც თუ შორეულ წარსულში და მე თვითონ ბევრი ჩვენგანი 9 აპრილის მომსწრენი ვართ, მონაწილეები ვართ და მე თვითონ მახსოვს ჩემმა მშობლებმა როგორ მიმიყვანეს 9 აპრილს და მე უბრალოდ მე პატარა ვიყავი და სახლში წავიყვანთო და ისინი ისევ მიბრუნდნენ და ღვთისმებით რაღაცნაირად მათ გაუმართლათ და გადარჩნენ, მაგრამ
ნებისმიერ შეიძლება ყოფილიყო იმ ადამიანების ადგილას, რომლებიც იქ დაიღუპენ და შეეწირენ აი ამ დიდ ბრძოლას, რომელიც ძალიან დროში გაიწელა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან როგორ თქვა, გეოპოლიტიკურად ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მოწყვლად გარე რეგიონში ვცხოვრობთ, რომელიც ერთის მხრივ რასაკვირველია შესაძლებლობაა სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოს განვითარებისთვის, იმიტომ რომ ის დერეფანი, რომელსაც საქართველოს წარმოადგენს და რომელიც საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს, არის ძალიან ხელსაყრელი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის და მისი სტრატეგიული მდებარეობის ძალიან ხელსაყრელად გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესში მოქმედებს და ამ დერეფნის შედეგად მიღებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ დოვლათს საკუთარ სახელმწიფოს განვითარებას მოახვარს. მაგრამ თუ ეს ასე არ არის, საკმაოდ დატვირთულია გეოპოლიტიკურად ეს სივრცე, იმიტომ რომ სწორედ აი ამ სტრატეგიული დანიშნულების გამო ბევრი ინტერესი იკვეთება რეგიონში და საქართველოში და მათ შორის იმ სახელმწიფოების ინტერესიც, რომლებიც ყოველთვის კეთილსინდისიერად არ მოქმედებენ, უფრო მეტიც მოქმედებენ არაკეთილსინდისიერად, არ ემორჩილებიან მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილის მიერ აღიარებულ თამაშის წესებს, რომლებზეც პრინციპში ჩვენ გვეგონა, რომ ცივი ომის შემდეგ მსოფლიო შეთანხმდა და ჯერ კიდევ განიხილავენ რეგიონს და საერთოდ გლობალურ ძალთა პოლიტიკას რაღაც გავლენის სფეროებად განიხილავენ, სადაც მათი წარმოდგენით, იმიტომ რომ ისინი უფრო დიდები არიან, იმიტომ რომ უფრო მეტი სამხედრო რესურსი აქვთ, იმიტომ რომ ფიზიკურად უკეთ არიან აღჭურვილები, თვლიან რომ შეუძლიათ პატარა სახელმწიფოების პოზიციების უგულებელყოფა და მათი მონაწილეობის გარეშე მათი ბედის გადაწყვეტა. სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, ეს არის, რასაც მე ვცდილობ ხშირად, რომ ჩვენს იქნება ეს სალექციო კურსების მონაწილეები თუ სტუდენტები, რომლებთანაც ამ თემაზე ვსაუბრობ. სწორედ ეს არის გამსაზღვრელი თუ რატომ აქვს საქართველოს ის შეზღუდული არჩევანი, რომელიც მას აქვს. რასაკვირველია, ჩვენ საუკეთესო ვითარებაში იქნებოდა, რომ ჩვენ ვიყოთ ძლიერი ქვეყანა, ჩვენ ვიყოთ ეკონომიკურად თვითკმარი ქვეყანა და ჩვენ პრინციპულად, თქვათ, გავლენას ვახდენდეთ მსოფლიოს საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ საქართველოს ამის სამხედრო თუ ეკონომიკური რესურსი თავისთავად არ გააჩნია, ამიტომ საქართველოს შეუძლია მისი საგარეო პოლიტიკა და საგარეო ვექტორი განსაზღვროს მხოლოდ იმის მიხედვით, რომ მან შეარჩიოს მისთვის ხელსაყრელი მოკავშირეები და სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ ალიანსის პოლიტიკას ვეძახით, ანუ სამეკავშირეო პოლიტიკა აწარმოოს იმ სახელმწიფოებთან, რომელთანაც მათი ინტერესები თანხვედრაში იქნება და რომლებიც საქართველოს უსაფრთხო და მშვიდობიან განვითარების შესაძლებლობას მიცემდნენ და ეს არის არჩევანი, რომელსაც საქართველო აკეთებს მაგალითად ნეიტრალიტეტის საპირწონეთ, იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი რაოდენ მომხიბლავათაც არ უნდა ჟღერდეს ერთის მხრივ, არის ძალიან სახიფათო ისეთ დატვირთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორც საქართველოა, იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი იქ სადაც იმ სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება, რომლებიც არ არიან მზად, რომ სრულფასოვნად ჩაჯდნენ საერთაშორისო აღიარებული თამაშის წესების ფარგლებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ნეიტრალიტეტი უბრალოდ სუვერენიტეტს გაყარგვინებს და ის სახელმწიფო, რომელსაც არაკეთილსინდისიერი ზრახვები აქვს შენს მიმართ, გადაკლაპავს და ეს იყო რეალურად საქართველოს ბედი დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამეკავშირეო პოლიტიკა აწარმოოს დასავლეთის სახელმწიფოებთან, რომლებთან ერთადაც შესაძლებელია, თუ საქართველოს შეძლებს, რომ დემოკრატიულად განვითარდეს, თუ საქართველოს შეძლებს, რომ იმენაზე ისაუბროს დემოკრატიული ფუნქციონირების თვალსაზრისით, როგორც ფუნქციონირებს დემოკრატიული დასავლეთი, მაშინ სწორედ ეს იქნებოდა ყველაზე ხელსაყრელი სამეკავშირეო პოლიტიკა, რომელიც
საქართველოსაც გააძლიერებდა, იმიტომ რომ დასავლეთ შესაბამისად თავისი ინტერესი ექნებოდა რეგიონში, ამავდროულად საქართველოს შეძლებდა თავისი სრულფასოვანი სუვერენიტეტის შენარჩუნებას და სრულფასოვანი მოთამაშის როლის დამკვიდრებას საერთაშორისო ურთიერთობებში, იქ სადაც საქართველოს შეუძლია და წლების განმავლობაში ეს შეეძლო ძალიან ეფექტურად მომლაპარაკების თუ მომრიგებლის როლი ეთამაშა იგივე რეგიონში არსებული სამეზობლო კრიზისის პირობებში, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში საკმაოდ ეფექტური საგარეო პოლიტიკის წარმოება შეეძლო და რაც მთავარია, ჩვენ როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება გარკვეული უსაფრთხოების ქოლგა. ეს უსაფრთხოების ქოლგა პირველ რიგში ეკონომიკური უსაფრთხოება არის სწორედ ევროკავშირი, იმიტომ რომ ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირის არც ერთ სახელმწიფოში ომი არ ყოფილა, არც ერთ სახელმწიფოს მეორეს წინააღმდეგ არ გაულაშქრია, სამაგიეროდ კოლექტიური თავდაცვის წესები და მოთხოვნები არსებობს და სამხედრო ქოლგა, რომელსაც ჩვენ ვეძახით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ესეც სამეკავშირეო პოლიტიკის ფარგლებში, სადაც საქართველოს შესაბამისად სამხედრო თავდაცვის კოლექტიური გარანტიები ექნებოდა თუ ჩვენ ნატოს სრულფასოვანი წევრი გავხდებოდით, იმისთვის რომ ჩვენ პრევენციულად დაცულები ვიყოთ გარე აგრესიისგან, იმ სახელმწიფოთა ინტერესებისგან, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ შესაძლოა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკა აწარმოონ და ამის მაგალითი გვინახავს ჩვენ არაერთი კონკრეტულად რეგიონში და საქართველოშიც. ამავდროულად ჩვენ გვყავს ჩრდილოეთი მეზობელი, რომელიც ერთის მხრივ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფას ახდენს, რომლის მართვის წესი, მათ შორის საკუთარ ქვეყანაში პირველ რიგში არის სწორედ დიქტატურული, კორუფციული და კლანური და არადემოკრატიული, დემოკრატია ასეთ რეჟიმებს საფრთხეს უქმნის, რომლებიც სახელმწიფოებს მის უშუალო სამეზობლოში ვიზაც თვლიან, რომ მისი გავლენის სფეროში უნდა მოექცნენ, იქნება ეს საქართველო თუ იქნება ეს სომხეთი თუ იქნება ეს უკრაინა, მოკლედ შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონები, სადაც მათ სტრატეგიული ინტერესები აქვთ, იქ ისინი თვლიან, რომ ამ ქვეყნებში დესტაბილიზაციის გზით უნდა მოახდინონ ერების და სოციუმების დესტაბილიზაცია, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე სოციალური თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ისინი ადვილად მართვადი შეიქმნენ. ამ მიზანს ემსახურება სწორედ ოკუპაციის პოლიტიკაც. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ არანაირი ეკონომიკური თუ საინვესტიციო ინტერესი რუსეთს არ გააჩნია. იქაურობა არის აბსოლუტურად მიგდებული, აბსოლუტურად არანაირი განვითარების პოლიტიკა იქ არ არსებობს, იქ არანაირი საერთაშორისო დაინტერესება იქ არ შემოდის. უბრალოდ ეს არის ბუფერული ზონა იმისთვის, რომ თბილისი ადვილად კონტროლირებადი იყოს და იმისთვის, რომ შავ ზღვაზე გასასვლელი უზრუნველყოფილი ქონდეს. დამოუკიდებლად რუსეთს, ისე რომ თბილისს არ დაეკითხოს და თბილისს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების არჩევანი არ ქონდეს. ეს არის ერთი მართვის ბერკეტი, ამ ბერკეტს ის იყენებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ წლების მანძილზე ის თავისი ბაზებით წარმოდგენილი იყო ყარაბაღში, ამ იგივე პოლიტიკას აწარმოებს ახლა ყირიმის ანექსიის შედეგად, ანუ ეს არის მისი მართვის წესი, როდესაც მას არ უნდა რომ დემოკრატიული დიალოგი და თანასწორუფლებიანი დიალოგი აწარმოოს სუვერენულ სახელმწიფოებთან, ის ოკუპაციის გზით ზღუდავს ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტს და შემდგომ მარტივად კონტროლირებაც ხდის ამას და ის ფაქტორი, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელსაც რუსეთი ძალიან ეფექტურად აწარმოებს ბოლო წლების განმავლობაში და საკმაოდ დაბალბიუჯეტიანად შედარებით სამხედრო აგრესიისგან, ეს არის ჰიბრიდული ომი, რომლის შედეგადაც ის ახდენს სოციუმების და საზოგადოებების ძალიან ეფექტურ პოლარიზაციას. ეხლა თქვენ ახსენეთ პოლარიზაცია თავისთავად უარყოფითი მოვლენა არ არის. პოლარიზაცია შეიძლება ჯანსაღი იყოს კონკურენციისთვის, შეიძლება დემოკრატიული საზოგადოებებისთვისაც ჯანსაღი იყოს, იმიტომ რომ თავისთავად შესაძლოა გულისხმობდეს რაღაც აზრთა პლურალიზმს, ხო? რაც დამახასიათებელი იქნებოდა დემოკრატიისთვის. უბრალოდ და მათ შორის ეკონომიკური ფაქტორიც იქნებოდა საკმაოდ მისთვის იქნებოდა წამახალისებელი გარემოება, მაგრამ პოლარიზაცია პრობლემური ხდება თავისთავად პოლარიზაცია პრობლემა არ არის, მაგრამ პოლარიზაციის უკანმდგომი მოტივები არის პრობლემური, იმიტომ რომ პოლარიზაცია არ არის რაღაც თავისთავადი მოცემულობა, არამედ მას ყავს კონკრეტული შემოქმედები, ანუ ვიღაცა
პოლარიზაციას იყენებს იმისთვის, რომ მან შემდგომ ადვილად მართოს ესა თუ ეს სოციუმი, თუ საზოგადოების ნაწილი, მიკრო თუ გლობალურ მასშტაბში, ხო? რატომ არის რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ძალა ერთობაში უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალა თუ ერთობაშია, მაშინ შენი დამარცხება უფრო უჭირს მტერს, ამავდროულად ვიცით, რომ პრინციპი არსებობს, დაყავი და იბატონე, თუ შენ მოახერხებ ეფექტურად თავისთავად ჰომოგენური ვთქვათ სოციუმის დაყოფას, მე ის შესაბამისად შედარებით უფრო ადვილი სამართავია. პოლარიზაცია ასევე, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ჩვენთან, ეს არის გლობალური ფენომენი, გავრცელებული ძალიან ეფექტურად ევროპის კონტინენტზეც და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვნახეთ ჩვენ, რომ საზოგადოება წინასაარჩევნოდ უკიდურესად პოლარიზებული იყო. ამის უარყოფითი გავლენა მდგომარეობს იმაში, რომ პოლარიზაციის სიტყვა პოლარიზაცია პოლებიდან მოდის, ხო? ანუ ორ სხვადასხვა პოლს შორის დაძაბულობა გულისხმობს იმას, რომ აზრთა პლურალიზმის სივრცე აღარ რჩება, არამედ უკიდურესი ხდება პოზიციები, რომელიც შემდგომ უკვე გადადის რადიკალიზმში, იმიტომ რომ ყველაფერი უკიდურესი არის მერე რაღაც ტიპის რადიკალური და ეს იწვევს და მათ შორის წახალისებულია თუ ეს ხელოვნურად არის, თუ პოლარიზაცია ხელოვნურად არის შექმნილი, იმიტომ რომ მას ყავს ბენეფიციარები, როგორც წესი, პოლიტიკური მოთამაშეები. ამის შედეგად საზოგადოება ხდება ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტური, იმიტომ რომ ადვილად გასაღვივებელია ზიზღი, ადვილად გასაღვივებელია ერთმანეთის მიმართ რადიკალურად ნეგატიური დამოკიდებულებები, იმიტომ რომ პოლარიზაციისთვის დამახასიათებელია, რომ მე საზოგადოება თუ სუბიექტი ყველაფერს ხედავს ძალიან შავ-თეთრად, იქ ნაცრისფერი მოლაპარაკების სივრცე აღარ რჩება, არამედ ყველაფერი არის შავ-თეთრი, ძალიან რადიკალური და იყოფიან რაღაც ჩვენიანებად და ჩვენ და ისინი, მტერი და რაღაც შენიანი და ეს ქმნის უკვე დემოკრატიისთვის თავისთავად არაჯანსაღ გარემოს, იმიტომ რომ იქ დემოკრატიის სივრცე იზღუდება, იქ აღარ რჩება თავისუფალი აზრის მიმოცვლის და არგუმენტების შესაძლებლობა. მათ შორის პოლარიზაციას ახასიათებს ის, რომ ამას როგორც წესი იყენებენ პოპულისტური მოტივებისთვის რადიკალები და პოპულისტური ვთქვათ პოპულისტები თავიანთი მიზნების მისაღწევად, რომელიც რაც მათ შორის ვლინდება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად წახალისებულია, ვთქვათ, ეს რადიკალური გარემო. ამას ან პოლარიზაციას თავისთავად კი ვთქვით, რომ ცუდი არ არის, მაგრამ თუ ამას ყავს არაკეთილსინდისიერი უკანმდგომი, რომელიც პოლარიზაციას ხელოვნურად ახალისებს, ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა ხდება დემოკრატიისთვის და დემოკრატიებისთვის, არა მხოლოდ ტრანზიციაში მყოფი დემოკრატიისთვის, როგორც ეს არის საქართველო, არამედ ძირძველ დემოკრატიებში, გერმანიაში არის ძალიან დიდი პოლარიზაცია და ამის ახალისება ხდება და იქ მემარჯვენე რადიკალები საკმაოდ ძლიერი პლატფორმით თქვათ პოზიციონირებენ ამ თემაზე და პირიქით. ანუ ეს არის საკმაოდ პრობლემური, საკმაოდ დიდი გამოწვევა, რომლის სათავეში დგას ძალიან დაბალ ბიუჯეტიანი, მაგრამ ეფექტური ბრძოლის მექანიზმი, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით პროპაგანდას, რასაც ვეძახით ჰიბრიდულ ომს, ჰიბრიდული ომი დღეს და განსაკუთრებით რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული ომი არის აღიარებული ნატოს სახელმწიფოების მიერ არის მათ სტრატეგიაში შეტანილი და ერთ-ერთ ნომერ პირველ გამოწვევას წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოების და ევროატლანტიკური უსაფრთხოების, იმიტომ რომ ძალიან ეფექტურად მოქმედებს ადამიანებზე, ანუ პოლარიზაციას ჰიბრიდული ომის მეშვეობით მისი შემოქმედები ამუშავებენ ემოციური მანიპულაციის გზით. იქ აღარ რჩება სივრცე ფაქტების შეფასებისთვის და გაფილტვისთვის, არამედ იქმნება წინასწარ განწყობა, რომელიც ახდენს სუბიექტის და პირთა ჯგუფის შესაბამისად ემოციურად დამუხტვას, ემოციურად უარყოფითად ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობას და ეს შემდგომ იწვევს იმას, რომ მიმღებლობა აღარ არსებობს არგუმენტების, საღიაზრის, რაღაც მოცემულობების კრიტიკულად შეფასების და მათ შორის, როდესაც მანიპულაციებზე ვსაუბრობ, პროპაგანდა და ჰიბრიდული ომის
თქვათ საფუძვლები ხშირად ემყარება იმას, რომ ისინი манипуლირებენ ისეთი ირაციონალური, მაგრამ ობიექტური გარემოებებით, როგორიც არის შიში. შიში ადამიანში ბუნებრივად არსებობს და ადამიანებს ჩაუნერგავენ, რომ დასავლეთი იწვევს ომს და ამას თუ მიაწოდებენ, მით უმეტეს თუ ადამიანებს თქვათ ინფორმაციის შეზღუდული წყარო აქვთ, თუ თქვათ რაღაცნაირად დივერსიფიცირებულ ინფორმაციას ვერ იღებენ, მაშინ ადვილად დასაჯერებელი ხდება და მაშინვე ადამიანში მოქმედებს თავდაცვის ინსტინქტი. ამავდროულად, როდესაც ვთქვათ, ჩვენ გვესმის სუფთად პროპაგანდისტული გზავნილი, რომ დასავლეთი, ჩვენ ვთქვათ, დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანში ვაკეთებთ არჩევანს მშვიდობასა და დაუცველობას შორის, ეს არის პირიქით. უსაფრთხო გარემოს ქმნის დასავლეთი. საფრთხეს და ომს ქმნის რუსეთი. და ეს ჩვენ გვინახავს, ამავდროულად ისიც ვიცით, რომ ევროპის კავშირში არასდროს არც ერთ სახელმწიფოს არ უომია და ევროპის კავშირის არც ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი ვერავის ვერ უწარმოებია, რამდენადაც ეს რომელიმე დიქტატორის ინტერესი არ უნდა იყოს. მაგრამ რაციონალური არგუმენტები იქ, სადაც ემოციურად დატვირთულია სუბიექტი, საკმაოდ რთულად მუშაობს და არ არის ადვილად შეღწევადი არ არის მე ადამიანის ფსიქიკაში და ეს არის საკმაოდ დიდი გამოწვევა. მათ შორის, თორე ჩვენ თუ ობიექტურად შევხედავთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და სურათს, დავინახავთ იმას, რომ ქართული საზოგადოება პრინციპულ საკითხებზე სულაც არ არის პოლარიზებული. მაშინ, როდესაც მათ დაინახეს, რომ ქვეყანას შესაძლოა საფრთხე დაუდგეს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, სიტყვის თავისუფლების და ევროკავშირში ინტეგრაციის, მაშინვე აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილი, არამედ 3 და 4 თაობა გაერთიანდა და ერთსულოვანი შეიქმნა და აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიანაც ერთსულოვანია და პოლარიზებული სულაც არ არის. ფუნდამენტურ საკითხებზე ის, რაც ჩვენი თვითგადარჩენის ინსტინქტია, ის, რაც ჩვენ სახელმწიფოებრიობას ეხება, ის, რაც ჩვენ ქართველის ღირსებას ეხება, ის, რაც წინაპრების მიერ ნაბრძოლს ეხება, თურმე აღმოჩნდა, რომ აი ამ ახალგაზრდა თაობამაც, რომლის მიმართაც მე ჩემი პრეტენზიები მაქვს, იმიტომ რომ საკმაოდ მწირი ცოდნა აქვთ უახლესი ისტორიის და ამიტომ შეფასებას ხშირად ახდენენ აი იმ პროპაგანდისტულ ჭრილში, რომელიც წლების განმავლობაში ეფექტურად მიმდინარეობდა საქართველოში. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის ნაკლებობის ფონზეც კი ინსტინქტურად ძალიან სწორი არჩევანი გააკეთეს და ძალიან სწორი ძლიერი მუხტის გარშემო გაერთიანდნენ და შექმნეს კიდევ უფრო დიდი სინერგია, ვიდრე ჩვენ ამას ოდესმე წარმოვიდგენდით. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რაც რუსული კანონის ფონზე ვნახე, რომ ამას კიდევ რამე გააკვირვებდა ჩემში, არ მეგონა უკრაინას მხარდაჭერა რო გამოუცხადა საქართველომ, იმიტომ რომ საკუთარი თავი დაინახეს ამ ყველაფერში როგორც მსხვერპლი, ეს იყო გამაოგნებელი აღმოჩენა ჩემთვის, იმიტომ რომ მე არ მეგონა რომ ახალგაზრდებს ასეთი სახელმწიფოებრივი შეგნება ქონდათ. ანუ ესე იგი შესაძლებელი ყოფილა, რომ თუ ვიღაცა ხელოვნურად არ გვიჩხიკინებს და ხელოვნურად არ აღვივებს ჩვენში შუღს და ზიზღს, საკმაოდ ერთსულოვანია საზოგადოება და თავისთავად პოლარიზაცია სულაც არ არის ჩვენი საფრთხე. ამიტომ ჩვენ წინასწარ რომ საუბრობდით, აი გამოსავალი რა შეიძლება მოინახოს, გამოსავალი რა თქმა უნდა არის ბევრი ინფორმაცია, დივერსიფიცირებული ინფორმაცია, არა მხოლოდ ერთ წყაროზე ჩამოკიდება, არა მხოლოდ იმის მოსმენა, რასაც მე ვიტყვი ან თანამოაზრე იტყვის, არამედ დივერსიფიცირებული ინფორმაციის შეგროვება, მიმღებლობა განსხვავებული აზრის ყველას მხრიდან და შემდგომ რაღაც კრიტიკული ფილტრის ჩართვა და იმის გააზრება, რომ ეხლა ამას რომ მიყვება ეს ადამიანი თუ ეს ტელეარხი თუ ესა თუ ის რაღაც დაინტერესებული პირი, მას ხომ არ აქვს რაიმე კონკრეტული ინტერესი იმის უკან, რომ მე ვთქვათ დამაჯეროს რომ დედა სიდონია ცუდია. ან რა ხომ არ ცდილობს რომ რამე ჩამაწვეთოს, რაც მე ნეგატიურად განმაწყობს ამ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ ხო ვიცით ახლა ჭორაობა ყველას უყვარს საქართველოში და ძალიან კარგად ვიცით რომ ჭორები თავისთავად არ ჩდება, ბოროტი ჭორები თავისთავად არ ჩდება, მას შემოქმედი გამავრცელებელი
ყავს, იმიტომ რომ კონკრეტულ მიზანი შედეგზეა აქვს, გაწია. ხო, ძალიან მიზანი აქვს. ბევრი ვილაპარაკე და მე აი, მგონი რა ძალიან მაგარი. ნინო, დიდი მადლობა პირიქით აი საოცრად გადმოსცემთ და ეს არის ვისაც გათავისებული აქვს, ის გადმოსცემს კარგით. გასიკრძალებული ვისაც აქვს, ხო. თორნიკესაც ვკითხე ამის წინ გორდაძეს, რომ აი მაინც რა იყო ის აი პროპაგანდის ძირითადია რაღაც ჩვენთან LGBT თემას იყენებენ და ანუ პუნქტი თურმე საერთოდ არ არის ჩაწერილი, ხო? ეხლა მე არ მაქვს საკითხული. არა, თორნიკე აი კიდე რომ გავმეორდე, თურმე ეს პუნქტი საერთოდ არ წერია. აი ძირითადად ჩემს გარშემო ბევრი ვინც ვერ ერკვევა, აი ის თურმე პუნქტი გთხოვენ, რას გთხოვენ, ვის ჭირდება საერთოდ და უმაგისოდებს ეს არის არიან. აბსოლუტურად ხელოვნურად და თითიდან გამოწოვილი შექმნილი თემა იმისთვის რომ რაღაცნაირად გააღიზიანონ საქართველოს მოსახლეობა და არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ ეს ანტი-LGBT პროპაგანდა სინამდვილეში რუსეთიდან მომდინარეობს, იქ არის ძალიან აქტიურად წახალისებული ეს თემა, რომ თითქოს ერთ მხარეს არიან ტრადიციების და კონსერვატული იდეოლოგიის მომხრე ადამიანები და უპირისპირდებიან ამ ბოროტ ლიბერალიზმს, რომელიც თავს გვახვევს რაღაც წესებს, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. საქართველოში და თქვენ ნახავთ, არ ვიცი, 1000 გვარი სანდო სოციოლოგიური გამოკვლევა არსებობს. საერთოდ თემა არ არის ეს, ან საქართველოში ეს ადამიანებს რომ ეს აწუხებდეს არის ალბათ მეათეხარისხოვანი პრიორიტეტი, იმიტომ რომ თავისთავად ქართული საზოგადოება არც ბოროტია, არც ქსენოფობიურია, იმით ვიწონებთ თავს ლიტერატურაში იქნება ეს თუ ისტორიაში, რომ ჩვენ ვიყავით რაღაც ერთგვარი გამაერთიანებელი კავკასიაში და რომ ჩვენთან კულტურების შერწყმა ხდებოდა და რომ ჩვენ ყველაზე მეტი მიმღებლობა გვქონდა იქნება ეს სამეზობლოსი თუ სხვა ეთნოსის თუ თავის დროზე ებრაელების თავშესაფარის, მოკლედ 1000-ნაირი სწორი ჩარჩო არსებობს რაღაც ქართველებზე, სადაც ბევრი რაღაცა შეიძლება დაგვაბრალოს ადამიანმა, მაგრამ ვერაფრით ვერ დაგვაბრალებს, რომ ან კაცთმოძულეები ვართ, ან ქსენოფობები ვართ, ან რაღაცნაირი ფაშისტური სენტიმენტები ჩვენში არსებობს, იმიტომ რომ ამაზე ძლიერი ცოტა მოინახება, ხო, მაგრამ ვიღაცა ამას აღვივებს ხელოვნურად, ხო? და მიგვიბიძგებს იმისკენ, რაც სინამდვილეში საერთოდ არ არსებობს, ან რომ საერთოდ არ არსებობს. გაიგოს, რომ ეს არის ფარსი და ტყუილი, აი სად დავაკელით დაუშვათ მუშაობა. მე პირადად ვიცი, რომ ვერ მოვერევ, იმიტომ რომ ეკლესიაში ახლა თქვენ არ მინდა აქეთ ჩაგრიოთ, მაგრამ მე ვიტყვი ამას, რომ აქედან ზუსტადაც ხშირ შემთხვევაში იქადაგება ეს საწინააღმდეგო, ამიტომ მე ვერ მოვერევი მარტო მაგას, ხო? თუმცა თვითონ პატრიარქმაც თქვა, რომ აი 17 მაისში თუნდაც იყო უზრდელობა და ძალიან უარყოფითად შეაფასა მაშინ, მაგრამ ხო, მანდ აღარ გავავრცელებ, ანუ აი რაღაცა ვაკლებთ ალბათ თუ აი ადამიანებს ჩვენ ესეც აი როდესაც ახლა პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, ესეც ხო რა თქმა უნდა მთლიანად პროპაგანდისტულად შეფუთული გზავნილებია, რომელიც ისევ და ისევ ადამიანთა მანიპულაციაზე არის გათვლილი, იმიტომ რომ ემოციურად დატვირთული და მანიპულირებული ადამიანი შემდგომ უკვე ადვილი სამართავია. შენ თუ ფილტრი ჩაგერთო, კრიტიკული აზრი თუ გაქვს, კითხვები თუ დასვი, თუ აღმოაჩინე რომ მოიცა კაცო ეს ხო არც არ წერია, მაშინ ასეთი ადამიანი არ აწყობს იმ მართლს, რომელსაც უნდა რომ შენ ისე გმართოს, როგორც მას უნდა და მაშინ იქნებოდა დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ბევრი კითხვა სვავს, სადაც ეჭვის თვალითაც უყურებს ამ გარემოებას და სადაც იტყვის, რომ მოიცა საწერია, აბა ვინ მავალდებულებს მე რომ რამე იყო, რამე ვაკეთო, რაც მე არ მინდა. დემოკრატიული საზოგადოება იმას ნიშნავს, რომ არავინ არაფერს თავს არ გახვევს. შენი თავისუფლება გაქვს, შენი არჩევანი გაქვს და დემოკრატიული საზოგადოება და კლასიკური ლიბერალური ღირებულებები სწორედ ამას ეფუძნება, რომლის დამფუძნებელი მამები იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორც იყო ილია ჭავჭავაძე და არავითარი გარედან მოყვანილი და თავსმოხვეული ადამიანის თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ მე ჩემი არჩევანი მაქვს, მე ჩემს მოსაზრებას დავაფიქსირებ, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება, მაგრამ ამის გულისთვის თავში არაფერს ჩამარტყავს და ჩემგანაც არაფერს რაღაც ანტაგონისტურს არ მიიღებს. პირიქით, კლასიკური ლიბერალიზმი ამას ქადაგებს. ამაში მდგომარეობს ისიც, რომ იმ
ვრცელ ნუსხაში, რომელიც რეკომენდაციების სახით იქნება, თუ თქვათ კანდიდატის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოების მიმართ მოთხოვნის სახით არის დაყენებული და მოთხოვნა ძალიან უხეშად ჟღერს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს არ არის მოთხოვნა. ეს არის წესები, რომელზეც ის გეუბნება, რომ არსებობს რაღაც საერთო თამაშის წესები, საერთო ენა, რომელზეც ჩვენ მართალია მულტიკულტურულია და ყველა სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ საერთო თამაშის წესების ენა, რომლითაც ჩვენ ერთმანეთთან კომუნიცირებთ, იქნება ეს სოციალური ურთიერთობები, იქნება ეს კულტურული ურთიერთობები, თუ იქნება ეს ეკონომიკური ურთიერთობები. ამისთვის ხო, თუ იქნება ეს რაღაც ფისკალური საერთო ვალუტა, რომლითაც ერთმანეთში უფრო ადვილად ვაჭრობენ დაახლოებული წევრი სახელმწიფოები. ეს არის წესები იმ შემთხვევაში, თუ შენ გინდა ამ სივრცეში გაწევრიანდე, ხო? თუ გინდა რომ იმ სიკეთეებით ისარგებლო, რომელიც მაგალითად ევროკავშირს მოაქვს, თან მაშინ შესაბამისად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც არ უნდა შეექმნას საფრთხე, არ უნდა შეექმნას მიგრაციის საფრთხე, არ უნდა შეექმნას კრიმინალის საფრთხე და ის გეხმარება იმაში, რომ შენ ეს კრიმინალი თუ გაქვს აღმოფხრა. დემოკრატიული ინსტიტუტები თუ კონსოლიდირებული არ არის, ისინი გააძლიერო შენი სამართალდამცავი ორგანოები, გააძლიერო შენი სასამართლო, გააძლიერო შენი სოფლის მეურნეობა იმისთვის, რომ აი ეს საერთო ენა გამოინახოს. იმ ჩამონათვალში და ეს არის ძალიან დიდი ნუსხა, რომლის ჰარმონიზაციაშიც ევროკავშირი თავადვე გეხმარება დასავლეთს მილიარდობით თანხა აქვს დახარჯული იმაში, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური ინსტიტუტების განვითარება ისე, რომ ადვილად შევძლოთ შემდგომ ამ სივრცეში ინტეგრაცია. ვერც ერთ ადგილას თქვენ ვერ ნახავთ, რომ ვინმე რამე ფორმით ეხება რაიმე ტიპის რაღაცა არატრადიციულ ურთიერთობებს თუ რასაც ეძახიან მოგონილი სიტყვებით ეს რაღაც თვითმარქვია კონსერვატორები, რომლებსაც საერთოდ არ ესმით კონსერვატორიზმის არსი და საერთოდ არ მე მაქვს ცენტრი დაფუძნებული, რომელიც არის ცენტრისტული მემარჯვენე იდეოლოგიის და მე თვითონ საკმაოდ კონსერვატული შეხედულებები მაქვს და საკმაოდ ჩემებური წარმოდგენები მაქვს თუ რა ჩარჩოში უნდა მოექცეს იქნება ეს რაღაცა ულტრალიბერალური წარმოდგენები თუ როგორც არის. ანუ მე იმ თავითვე გაცილებით უკეთ მესმის როგორ ფუნქციონირებს კონსერვატიული იდეოლოგია და სახელმწიფოს მართვის ეს ფორმა თუ ასეთი ძალა მოდის სახელმწიფოს სათავეში. ესენი არიან თვითმარქვია კონსერვატორები, ვითომ რაღაც ტრადიციისა და რაჯოზე მყოფი ხარისევლები, რომლებიც თვითონ სხვა რამეს ცხოვრობენ, თვითონ სხვა რამეს განასახიერებენ, მაგრამ თავს ახვევენ საზოგადოებას, რომ ვითომ არიან რაღაც სახელმწიფო ტრადიციების მიმდევრები, აბსოლუტურად манипуლირებული და ამავდროულად უბრალოდ იტყუებიან, რომ ვინმე რასაც ჩვენ ევროპა გვეუბნება, არის რომ საზოგადოებას მოეთხოვება იყოს ტოლერანტული უმცირესობების მიმართ, იქნება ეს ეთნიკური უმცირესობა თუ იქნება ეს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მაგალითად ფიზიკურად შეზღუდულია. თუ იქნება ეს ეთნიკური უმცირესობა, ანუ ადამიანებს, რომლებსაც გვაქვს საერთო პასპორტი და რომლებსაც გვინდა რომ ერთიან ეკონომიკურ სივრცეში გავერთიანდეთ ცივილიზებული სამყაროსი, უნდა ვიყოთ ცივილიზებულები, რომ ვიღაცა ჩვენ თუ არ მოგწონს ვიღაცის თვალის ფერი, იმას ტაბურეტკით არ უნდა გავეკიდოთ ქუჩაში. ჟურნალისტი არ უნდა გავლახოთ იმისთვის, რომ ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. პოლიტიკოსს არ უნდა ვლანძღოთ და კვერცხები არ უნდა ვესროლოთ იმისთვის, რომ იმის გამო რომ არ მოგწონს ის რას ამბობს. თუმცა ეს რაღაცნაირად იმას ვამბობ, რომ ჩვენ რასაც გვეუბნებიან, რომ სასურველია ამ წინაპირობებს აკმაყოფილებდეთ თუ გინდათ რომ ამ საერთო სივრცეში შემოხვიდეთ, არის რომ უბრალოდ ტოლერანტული იყავი ისეთი როგორიც ხარ. ისედაც იყავი ცივილიზებული და ტოლერანტული ხომ იყავი შენი ეთნიკური უმცირესობების მიმართ, როდესაც ძველთბილისში ყველა ერთად იყო გაერთიანებული, როდესაც საერთო ვაჭრობა მიმდინარეობდა, როდესაც საერთო კულტურული ღონისძიებები იმართებოდა. ამას გთხოვს, ამას გვეუბნება, რომ იყავი ცივილიზებული, რომ მე რო ჩემ სივრცეში შემოგიშვებ და მეც რომ შენთან ჩამოვალ როგორც ტურისტი, არ მეშინოდეს, რომ ვიღაცისგან საფრთხე დამემუქრება, იმიტომ რომ მაშინ ეს ჩემი უსაფრთხოებისთვისაც საქმეა, საფრთხეა და ჩემი განვითარებისა საფრთხე. არასდროს არც ერთ ეტაპზე
არანაირი პუნქტი არ არის, რომ ვინმეს რამე ფორმით ავალდებულებს, მით უმეტეს საუბარი ზედმეტია ერთსქესიანთა ქორწინებაზე და რაიმე ტიპის ვალდებულებაზე ამ მიმართულებით. ოჯახური ტრადიციების დამცველები ევროპაში რო არიან, ჩვენ ამ თვითმარქვია ივანიშვილის ხელის ბიჭებს და გოგოებს არც დაესიზმრება, წარმოდგენაც არ აქვთ, არც და ვერც გაიგებენ და ვინც იცის უბრალოდ ფარისევლობს და იტყუება. გაცილებით უფრო ძლიერია ოჯახური ინსტიტუტების და გაცილებით უფრო ძლიერია ქალის და დედის როლის დაფასება და ცივილიზებულ ქვეყნებში, ვიდრე ეს არის იმ საზოგადოების იმ ნაწილში, სადაც სრულიად უგულებელყოფა ხდება საქართველოში ადამიანის უფლებების თუ იქნება ეს ქალთა უფლებები თუ ბავშვთა თუ რაც არის. საერთოდ საუბარიც არ ყოფილა არასდროს არც ერთ ეტაპზე. ეს არის მტკნარი სიცრუე მოგონილი იმისთვის, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყონ ადამიანები ეს ერთი ქსენოფობიურად დატვირთონ და დასავლეთის წინააღმდეგ განეწყონ. რატომ უნდათ რომ დასავლეთის წინააღმდეგ განეწყონ? იმიტომ რომ რუსეთის ინტერესია თუ შენ დასავლეთში არ გინდა, მაშინ ავტომატურად იქ მოდიხარ ითით საუბარი დავიწყეთ. ვარდები მსხვერპლად რუსეთის კლავებში თუ ხახაში, იმიტომ რომ ის არის ძლიერი და ბოროტი და შენ იმის რესურსი არ აქვს, რომ დამოუკიდებლად დაიცვა თავი. ვახ, ძალიან მაგარია. ძალიან და როგორი კომპაქტურად ჩამოყალიბენ. ხო, არა, დიდი მადლობა. მართლა, იცი კიდევ რა შევნიშნე, რომ ჩემი ნაცნობი LGBT ანუ წარმომადგენელი უმცირესობად მყავდა ერთხელ სოფელში და აბსოლუტური არავის არ ქონია, ანუ ყველა მიიღო. როგორ ჩვეულებრივი ადამიანი, ანუ ესეც ხელოვნურად არის შექმნილი. დასაკვირველი. ასე ახლა ვიღაცას მე არ მოუწონვარ კიდე ანაფორითო დავდივარ და ესეც მიგძვნია ხოლმე და ანუ ვიღაცას ყოველთვის არ მოსწონს, მაგრამ აი მასიურად რომ მიუღებლობა, მე ხალხი რო აი იქ ვითომ ის ოფიციალურად ქორწინება და ის და ანუ ეს რა შეცვლის რეალურად ხალხს აი აღაშფოთეს ხელოვნურად, თორე სრული მიღება ქონდათ, ანუ არავის ქვები არ უსვრია მისთვის და პირიქით, მაგრამ ახლა ადამიანს თუ იმას დააჯერებ, რომ შეიძლება რაღაცა გაიძულონ, მე რა თქმა უნდა, სხვანაირი თავდაცვა გერთვება და მე ბრაზდები და თქვა რომ სწორ მინდა ეს ევროპაო მაგ და იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ სწორი ინფორმაცია შეიტყვონ. ალტერნატიული ინფორმაციის წყაროები არ აქვს და ეს მათ შორის აი თქვენ თქვით რა დავაკელითო, ჩვენ შეიძლება დავაკელით ის, რომ ვერ გავაცნობიერეთ საფრთხე სათანადოდ, ჰიბრიდული ომი ვერ შევაფასეთ სათანადოდ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ისტორიულ პერსპექტივაში საკმაოდ ახალი ხილია და მათ შორის დასავლეთმაც ძალიან დიდხანს ვერ გაიგო, რომ ჰიბრიდული ომი манипуლირების ძალიან ეფექტური მექანიზმი იყო, მათ შორის დასავლეთში არჩევნების манипуляციისთვის და იქ სადაც პრორუსული სენტიმენტები გაღვივდა, ეს დეზინფორმაციის წყალობით მოხდა, მაგრამ ძალიან გვიან გამოიღვიძეს მათ შორის გამოცდილმა პოლიტიკოსებმა. საქართველოშიც ასე მოხდა, რაღაცნაირად უგულებელყოფა მოხდა ამ ფენომენს, იმიტომ რომ ხანდახან პროპაგანდა იმდენად აბსურდულია, რომ ფიქრობ, რომ ამას მტკიცებაც არ ჭირდება, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მტკიცებაც ჭირდება და ბევრი ინფორმაციის მიწოდებაც ჭირდება და ამავდროულად ძალიან რთულია ისეთ პროპაგანდას გავუმკლავდა, რომელიც სახელმწიფო დონეზე არის აყვანილი, ხო? ჩვენ რო ახლა ხელისუფლება რომ ყავდეს, რომელიც ეროვნულ ინტერესებში მოქმედებს, ის სულ სხვა რესურსით გაუმკლავდებოდა და წინააღმდეგობას გაწევდა და ჩვენ ეს ვნახეთ მაია სანდუს შემთხვევაში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იქ გაცილებით უფრო ნაკლები პრობლემა უნდა ყოფილიყო ეს პროპაგანდისტული მონაწილეობა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აპარატი ეწინააღმდეგებოდა და უპირისპირდებოდა ამ ანტიდასავლურ პროპაგანდას, მაინც კინაღამ საბოლოო რეფერენდუმი მწყიბზე გაიარა, სწორედ იმიტომ, რომ მოხდა საზოგადოებრივი აზრით ძალიან ეფექტურად манипуლირება. ახლა წარმოიდგინეთ საქართველოს კონტექსტში, როდესაც აქ სახელმწიფო დონეზე არ ამასთან ბრძოლა, არამედ წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან და არსებობს სახელისუფლებო ტელევიზიები, არსებობს მათ მხარდაჭერილი ტელევიზიები, ეკლესია ახსენეთ თქვენ, საიდანაც პროაქტიულად ხდება ამ დეზინფორმაციული გზავნილების მიზანმიმართულად ანტიდასავლური პროპაგანდისტული გზავნილების გაღვივება, წახალისება და საზოგადოებაში უბრალოდ მცდარი სურათის შექმნა, რომელსაც ალტერნატიული ინფორმაცია ვერ უპირისპირდება.
ისე პროცესში ვართ და ამ ყველაფერს გავვლით და ეს პლანეტა სულ ამ მდგომარეობაშია და მაგრამ აი რა უცნაურია რა ეს ჩვენი ჩრდილოეთი მეზობელი მთელი ეს ფინანსები და რაც მიდის ამ პროპაგანდაზე, რაკეტებზე, ომზე, აი ამდენ სიბოროტეზე, ხო? ერთსო განვითარებაზე მიემართათ, წარმოიდგინე ამერიკას გაუსწრებდა ალბათ. აი ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ცივილური ქვეყანა რო იყოს, არა განვითარებული, აგე რაღაც შორს გვეძებდა მეზობელი და მეგობარი, ჩვენ კი ვიქნებოდით მასთან. ანუ რატომ მიყავარ ძალით და პროპაგანდით, როცა რომ შეგიძლია მთელი ამ ფინანსებით განვითარდე და მე თვითონ მომინდა შენთან ყოფნა იგივე უკრაინას და ყველა ფუტკარივით იგივე შემოიკრივო. რა ლოგიკა აქვს, რა და ამის ლოგიკა პრაგმატულია, ამ ლოგიკის უკან დგას რუსეთის სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესები, რომელიც მათ საქართველოს რეგიონთან მიმართებით გააჩნიათ. რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი სტრატეგიული მიზნების უზრუნველსაყოფად, რომ მათ კონდეთ პირდაპირი მისასვლელი მათ მიერ კონტროლირებადი გზებით გასასვლელი ზღვაზე, ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი კასპიის ზღვის მისადგომებთან მათი გავლენის და იურისდიქციის აღდგენა და შენარჩუნება, ისევე როგორც შავ ზღვასთან, ეს არის მათი სტრატეგიული ამოცანა, იმიტომ რომ რუსეთის მთავარი ამ შემთხვევაში საყრდენი და შემოსავლის და სიმდიდრის წყარო არის სწორედ ბუნებრივი რესურსები, რომლისთვისაც მას სჭირდება გასაღების ბაზარი, იქ სადაც მას პირდაპირ წვდომა არ აქვს. ამიტომ მას სჭირდება ისეთი ქვეყნები, როგორიც არის უკრაინა, ისეთი ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, რომლებზეც ის თავის ტვირთს გაატარებს თავისი პირობებით და არა იმ პირობებით, რომელსაც სუვერენული დედაქალაქები დაუწესებდნენ. იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ საქართველო თუ მონაწილეობს ტრანზიტში და უნდა რომ რუსეთის თქვათ გაზი ევროპაზე საქართველოს გავლით მიდიოდეს, მაშინ შესაბამისად საქართველო აიღებს ყოველ შემთხვევაში სუვერენული და სახელმწიფოდ მოაზროვნე ეროვნული ხელისუფლება ამ პირობებს გამოიყენებს თავის სახელმწიფო ინტერესისთვის და თქვათ მაღალ ტარიფს დააწესებს, თავის სასარგებლო პირობებს ჩაუდებს კონტრაქტში და ამის ინტერესი რუსეთს არ აქვს, იმიტომ რომ მას უნდა რომ თავის პირობებში მიმდინარეობდეს, მისთვის ხელსაყრელ პირობებში მიმდინარეობდეს და რაც მთავარია მისი გავლენის ბერკეტი კონდეს ხელში, რომლითაც ის შეძლებს, რომ ამ ქვეყნების, ვთქვათ, ეს ქვეყნები შეზღუდულად სუვერენული ყავდეს, რითაც ისევ მივდივართ ოკუპაციის თემასთან და რაზეც ვამბობთ, რომ ოკუპაცია მათ შორის იარაღია მათ ხელში დედაქალაქებზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, თავიანთი სტრატეგიული ინტერესების უზრუნველსაყოფად. კი, რა თქმა უნდა, ცივილიზებულ სახელმწიფოებში და ცივილიზებულ ფორმაში ჩვენ ვიტყოდით, რომ სუვერენულ სახელმწიფოებთან ითანამშრომლე სუვერენულად დაადე ხელშეკრულებები, დაიცავი პირობები, შეადგინე შენთვის სასარგებლო, აწარმოე შენთვის სასარგებლო მოლაპარაკებები, მაგრამ ეს იქნებოდა იმ პირობებში, თუ რუსული სახელმწიფო რესურსი იქნებოდა რეალურად სახელმწიფო რესურსი და არ იქნებოდა, ვთქვათ, კლანურ თუ კორუფციული და არალეგალური ფულის წყარო. ვინაიდან ეს არის მათი, იქნება ეს გაზპრომი თუ ყველა მათი პრაქტიკულად სახელმწიფო მონოპოლია, ხო, ყველა ის კომპანია, რომლითაც ისინი ოპერირებენ, ეს არის არსებითი კორუფციის შედეგად მიღებული და რაღაც რამდენიმე გამდიდრებული ოჯახისთვის სარგებლის მომტანი და მათ შორის იმ სიძლიერის შესანარჩუნებლად, რომლითაც ისინი შემდგომ არალეგიტიმურად თუ არალეგალურად გამოიყენებენ ისეთ სახელმწიფოების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიც არის საქართველო და როგორიც არის უკრაინა. მათი სამხედრო ბიუჯეტი დიდწილად შედგება სწორედ იმ რესურსებით, რომელსაც ისინი ამ ბუნებრივი რესურსების ექსპორტის შედეგად იღებენ და ამისთვის მათ სჭირდებათ რეგიონის კონტროლი, ამისთვის მათ სჭირდებათ ზღვაზე მისასვლელის კონტროლი, ამისთვის მათ სჭირდებათ უშუალოდ შავ ზღვაში საკუთარი საცეცების გაძლიერება, იმისთვის რომ ისინი თავს თვლიდნენ უსაფრთხოების გლობალურ მოთამაშეებად. ამიტომ არის რომ ისინი სტრატეგიულად ეწინააღმდეგებიან ევროატლანტიკური ალიანსის რეგიონში გაფართოებას. ეს არის მათი გადმოსახედიდან ფუნდამენტური საფრთხე, იმიტომ რომ თუ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, ისინი თავად გააკონტროლებენ თავის ზღვაზე მისასვლელს და შესაბამისად რუსეთს თავის სტრატეგიული ინტერესების უზრუნველყოფის არალეგალური გზები შეეზღუდებენ.
მეგობრულად და მეზობლურად და ასე შემდეგ და მათ შორის ისე როგორც ცივილიზებული სახელმწიფოები ერთმანეთს არასდროს ურთიერთობენ. საერთოდ იურიდიულად კონტრაქტებით და ერთმანეთის სუვერენიტეტის აღიარებით და კეთილმეზობლური ურთიერთობებით, რომელიც პრინციპში საქართველოს თავისთავად სულ უნდოდა რუსეთთან, იმიტომ რომ აღიარებს ბაზრის სიდიდეს, აღიარებს მეზობელთან კარგი ურთიერთობის საჭიროებას, ყველა ხელისუფალი ცდილობდა ამას და არც ერთს არ გამოუვიდა, არც საქართველოში და არც რეგიონში, იმიტომ რომ ცალკარში თამაში არ არის, ორმხრივი უნდა იყოს. იმიტომ რომ იდენტობას არავის არ წავაშლევინებთ, რაც ცადეს არაერთხელ ენის გაუქმებაც კი უნდოდათ და დღემდესაც იმიტომ რომ ადვილია მანიპულირება შემდგომ იმ სივრცის, სადაც ვთქვათ, უმეტესობა ილაპარაკებდა რუსულად და მათი პროპაგანდისტული გზავნილები გაცილებით უფრო სწრაფად და ადვილად გავრცელდებოდა საქართველოში. და ხდებოდა კიდეც წლების მანძილზე აზერბაიჯანში და სომხეთში. და დღემდე პრობლემაა იქნება ეს ლატვიაში, სადაც დიდი რაოდენობა რუსულენოვანი მოსახლეობა, ასევე მოლდოვაში, სადაც პროცენტულად დიდი რაოდენობაა, რომელიც რუსულენოვანია და უკრაინაში წლების მანძილზე ეს იყო პრობლემა. აი მიხვდრენ, იმიტომ რომ აგრესიას უკვე გამართლება არ აქვს არსად და იმიტომ რომ თავს დაესხა, მიხვდრენ, თორემ მანამდე დიდი გამოწვევების წინაშე იდგა მათი სუვერენიტეტი. კი და დიდი იმედიც ჰქონდა, რომ ამდენი ომი არ დაჭირდებოდა და გვარდებით დახვდებოდნენ. კი ბატონო. იმიტომ გაბედა. ეხლა ჩვენ წერა შემოგვიერთდა სწორედ უკრაინა ვახსენეთ და ჩვენი სპორტსმენი რომ არის იქ მიროვანაძე ეხლა ასამბლეა დააფუძნეს და ძალიან უყვარს სხვათა შორის იქ ხალხს და აი მიხარია ხოლმე რომ სადღაცა კარგი კუნძულები იქნება ქართველობის რომ იქნაც გაუძლია და შეუტიოთ და უკრაინაში ამ ომის ფონზე ახალი ეროვნული იდენტობა ჩამოყალიბდა პრაქტიკულად თუ აქამდე ლოიალობის ფორმებიც მაღალი იყო და მართლაც რაღაცა ჰომოგენური სოციუმები და რუსეთთან დაახლოვებული და რაღაცა დიდწილად ერთ-ერთ მოაზროვნე საზოგადოება იყო. სწორედ 2014 წლის შემდეგ მოხდა ახალი უკრაინული ერის ჩამოყალიბება, როგორც საკუთარი იდენტობის მქონე ერის, რომელიც რომ არა 2014 წელი ასე მედგრად ვერ იომებდა დღეს. ხარკოვიც კი დაკარგეს ახლა არა და აი ამ აგრესიით. ნუ უცნაური არ ვიცი ხო არ თუ კომენტაროა ამ საუკუნეში ზოგადად ეს ფორმა რატო უნდა ჩაუყვეთ და არც ვაპირებთ. ამიტომაც ხარჯავთ ჩვენ დროსაც და ენერგიასაც რომ გააზრებული არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ რომ გქონდეს, როგორც ვთქვი, ჩვენ რომ გქონდეს იმის არჩევანი, რომ მაგალითად ევრაზიულ კავშირში ვიყოთ სრულფასოვანი მონაწილეები, რომლებსაც იქ სრულფასოვანი სუვერენული ხმისუფლება გვექნებოდა. ჩვენ რომ გქონდეს ნეიტრალიტეტის არჩევის ფუფუნება, მაშინ სულ სხვა მოცემულობა იქნებოდა. ჩვენ რომ გეოგრაფიულად შვეიცარიის მდებარეობა გქონდეს, მაშინ ჩვენც არ ვიჭერდით ნეიტრალიტეტს, მაგრამ ამის ფუფუნება უნდა გქონდეს სახელმწიფოს, რომელიც ჩვენ არ აგვაქვს. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ავირჩიოთ სამეკავშირეო პოლიტიკა იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც მეტი საერთო ენის გამონახვა შეგვიძლია და რაც თავარია, რომლებისგანაც საფრთხე არ მომდინარეობს. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, ხო, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. ევროკავშირისგან საფრთხე არ მომდინარეობს. ჩვენ იქიდან არავინ დაგვესხმება თავს და ჩვენ იქიდან არავინ წაგვართმევს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და უსაფრთხოების პრობლემებს არავინ შეგვიქმნის პირიქით. ეს არის არჩევანის საფუძველი, თორე რასაკვირველია, საგარეო ურთიერთობები არის სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობები და ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკაა, ხო? საგარეო პოლიტიკა ნიშნავს, რომ შენი საშინაო სტრატეგიული ინტერესების განხორციელების მექანიზმია, რომელიც შენ გაძლევს შესაძლებლობას, რომ გააფართოვო შენი სტრატეგიული არეალი იმისთვის, რომ შენი სუვერენული ინტერესების უზრუნველყოფა მოახდინო. ამისთვის გჭირდება ალიანსები, ამისთვის გჭირდება საერთაშორისო ურთიერთობები, ამისთვის გჭირდება საკუთარი თავის გაძლიერება საერთაშორისო ასპარეზზე და ეს არის ინტერესებზე დაფუძნებული არჩევანია, იმიტომ რომ ამ ურთიერთობიდან საქართველოს ბევრს მიიღებს მისი დემოკრატიული სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის და უსაფრთხოების გარანტიებს. ამისთვის გვინდა ჩვენ ეს კავშირები. სხვათა შორის კი აი
რამდენიმე გადაცემა, რომელსაც ვუსილობ ხოლმე, რომ არ დავამთხვიო ეს საათი, რომ ერთი ადამიანიც კი არ მოვაკლო მათ, ვისაც ვენდობი, რომ ისინი 100,000 ჯერ სწორად ამას გადასცემენ და რო ვიცი, რომ უყურებენ იმათ, მაგრამ ეს პლატფორმა მაინც კიდევ შევახსენებ ახლა ვინც გვისმენს, რომ იმიტომ იმათვის შევქმენი, რომ მაინც სასულიერო პირთ ან სხვა სეგმენტია, რომლებიც ზოგი არ უყურებს ტელევიზიას არც ერთს სხვათა შორის და აი ყველა საშუალებით რომ მივაწვდინოთ და გავაგებინოთ ერთმანეთს რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. ჩემი მიზანი არის ეს და ამას 100,000-ჯერ კარგად ვინც აკეთებს, ჩემზე კარგად მე ვცდილობ ხოლმე რომ იმ დროს არ დავამთხვიო რომ ხო რაღაც ერთიც კი არ წამოვიყვანო და იქ მოусვინონ იმათ და ყველა ჩვენებურად რაღაცა კი ეს აზრი გამიჩნდა, ალბათ ლეგიტიმური იყო რომ ეს წამომეწყო და აუცილებლად ყველამ ჩვენი აგური უნდა დავდოთ ინფორმაციის გავრცელებაში, ადამიანების სწორად ინფორმირებაში და ამიტომ ძალიან მივესალმები ამ პლატფორმას, ესეც ბრძოლის და თავდაცვის ფორმა, ხო, ჩვენ ახლა თავდაცვის რეჟიმში ვართ. ოფსკურის წინაშე ვდგავართ და ყველა უნდა ავიმაგლოთ ხმა, ვინც ვაცნობიერებთ ამას ახლა. იმიტომ რომ და ვინც ვერ აცნობიერებს, ალბათ ეს урგენტულობის განცდა ჩვენც უნდა გავუჩინოთ, იმიტომ რომ ობიექტურად არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით, ობიექტურად ვიმყოფებით გეოპოლიტიკურად ძალიან დატვირთულ ვითარებაში, როდესაც სოფლიო ინტერესები შესაძლოა ისე არ დაალაგდეს, როგორც ავტომატურად, როგორც ეს ჩვენი სასარგებლოდ იქნებოდა, ამიტომ ჩვენ ბრძოლაზე გადის ბევრი რამ. მე ძალიან გულმწყდება რომ ნინო უნდა გავუშვან, იმიტომ რომ ისეაც დიდხანს შევაყოვნეთ და მე ვფიქრობ რომ კიდევ შევხვდებით, აუცილებლად ვითარდება და ძალიან ისეთი ცოცხალი იყო, ძალიან საინტერესო ჩემთვისაც და მიხარია რომ სულ ისე ვარ ხოლმე სტუმრებს და ყველა სტუმარმა რომ გამიმართლა აბსოლუტურად. მიხარია, მე ვუყურე რამდენიმეს, მას შემდეგ რაც გავიგე ამ გადაცემის შესახებ, ძალიან საინტერესო რესპონდენტები ყავთ, იმედი მაქვს მე არ შეგაწყინეთ თავი და სიამოვნებით წარმატებას ვგისურვებთ თქვენს მაყურებელს, ამ ქვეყანას, ჩვენს მებრძოლ ახალგაზრდებს და ყველას, ვინც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვის და ჩვენს ჩვენი აგური დავდოთ, რამდენადაც შეგვიძლია. წარმატებები გისურვებთ თქვენ. მადლობა ძალიან დიდი ნინო და ლამაზი საღამო და წარმატებები თქვენს დაცულობა. მადლობა. მადლობა. საღამოში დავს ყველას. მადლობა მეგობრებო, რომ ჩვენთან იყავით. მადლობა დროის.